მოგესალმებით პატრიცემული ტელემოყურებლებო, დიალოგი ალექსანდრე ახალკაცთან ერთად. დღეს ჩემი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა გამძლეშვილი. მადლობას მოგახსენებთ ბატონო ბექა მობრძანებისათვის. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმდინარე და ჩატარებულ პროექტებზე და ზოგადად ხედვაზე ვისაუბრებთ, არამედ მეტად მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით, ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ბატონო ბექა, მოდი პირველი დავიწყოთ თქვენი ორგანიზაციიდან, როდის ჩამოყალიბდა თქვენი ორგანიზაცია და ძირითადი კონცეფცია, ძირითადი ამოსავალი წერტილი თქვენი ორგანიზაციის მუშაობის რაში მდგომარეობს. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2010 წელს. ძირითადი მიმართულებები არის საგანმანათლებლო მიმართულებები და საკმაოდ რთულ, ასე ვთქვათ, სეგმენტს მოვუკიდეთ ჩვენ ხელი, ეს არის საჯელახსოვლება და საჯელახსოვლების სისტემაში არსებული პრობლემები. მოგეხსენებათ გასული წინა ხელისუფლების პერიოდში, ანუ ცნობილი ვიდეო მასალები, რომელიც გამოქვეყნდა და ასეთი, ასე ვთქვათ, ხალხში პროტესტის გზნობა გამოიწვია. გამომდინარე აქედან ყველა ხვდებით და ვთანხმდებით იმაზე, რომ გარკვეული წლების განმავლობაში საჯელახსოვლების სისტემაში არსებობდა ძალიან დიდი პრობლემები, დღესაც არსებობს საჯელახსოვლების დაწესებულებაში და ზოგადად ამ სამინისტროში ბევრი პრობლემა და რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ სამინისტროსთან რა ურთიერთობაც შეგვიძლია რომ ჩამოვაყალიბოთ, შრომობთ, ვაკეთებთ, მივდივართ, ვეძებთ იმ გზებს, რომ რაც შეიძლება გაუმჯობესდეს აღნიშნული დაწესებულების საქმიანობა, პატიმრების ცხოვრება, ურთიერთობები, რაც არის დაკავშირებული ზოგადად საჯელთან და მის აღსრულებასთან. საგანმანათლებლო საქმიანობა ახსენეთ თქვენ კონკრეტულად აი საჯელახსოვლების სამინისტროს მიმართულებით. უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ არც ისე დიდი ხნის არასამთავრობო ორგანიზაცია არის თქვენი, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოღვაწეობის 4-5 წელიწადში საკმაოდ ჩამოყალიბდით იმ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სამოქალაქო სექტორის ბიძს წარმოადგენს საქართველოში. აი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თვალსაზრისით საჯელახსოვლების სამინისტროსთან რა პროექტები მოგახსენებთ, ასე ვთქვათ, 2010 წლიდან, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება და არსებობა, პირველი პროექტი, რომელიც ორგანიზაციამ განახორციელა, ეს იყო ნორვეგიის ფონდის მიერ, ნორლაგის მიერ დაფინანსებული რესოციალიზაციის პროგრამა. ამ მიმართულებით პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა არსებობდა გარკვეული პრობლემები. მოგეხსენებათ, რომ პატიმრებს კონკრეტულად ჩვენ, ასე ვთქვათ, სხვა საქმიანობას ვახორციელებდით, ეს იყო მომზადება გათავისუფლებისთვის, ამ მიმართულებით მუშაობდით, თუმცა ჩვენ როდესაც გვიწევდა კონკრეტულად მსჯავრდებულებთან ურთიერთობა, იმათ სხვა პრობლემები აწუხებდათ, რისი გამოტანაც გვიხდებოდა საზოგადოებისთვის გაცნობა, თუმცა რაოდენი სამწუხაროც არ უნდა იყოს, იმ პერიოდში ეს თემები დაბლოკილი იყო და არავის ყურადღებას არ აქცევდა და არც შუქდებოდა, რა თქმა უნდა. ჩვენ ამის შესახებ არაერთი განცხადება გავუკეთებია, თუმცა თავზე მოძალა არ არისო, რადგანია და შესაბამისი გამოხმაურება არ მოყოლია. ამის შემდეგ ჩვენ სულ რამოდენიმე ხნის წინ დავასრულეთ პროექტი მომზადება გათავისუფლებისთვის, რომელიც საჯელახსოვლების დეპარტამენტის მიერ იყო, ასე ვთქვათ, ტენდერი გამოცხადებული და მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და გავიმართვეთ. ეს წმინდა საგანმანათლებლო პროექტია, რესოციალიზაციის პროექტია, ანუ ადამიანები, რომლებიც არიან მჟავრდებულები, ჩაუტარდათ უამრავი ტრეინინგი სამოქალაქო განათლების მიმართულებით თუ როგორ შეიძლება ეს ადამიანები რომ გამოვლენ დაიწყონ სამსახური
ანუ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, სწრაფად მიდის თუნდაც ტექნოლოგიური განვითარებები, თუნდაც სხვადასხვა ეს ადამიანები არიან ჩაკეტილები და პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ აღნიშნული მხარდაჭერა, აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტების გაცნობა, თუ რა შეიცვალა, რა წინსვლებია, რადგან ეს ადამიანები არიან ჩაკეტილ სივრცეში და რომ გამოდიან ასე ერთბაშად არ მოხდეს შეჯახება და არ მოხდეს გაუცხოება იმისა, რაც ხდება გარეთ. ფსიქოლოგიურ დახმარებას თუ ითვალისწინებდა ეს კონკრეტული პროექტი მოგზადება გათავისუფლებისთვის. დიახ, ანუ რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოდგენილი ყავდა რამოდენიმე ფსიქოლოგიის ტრენერი, რომელიც ასე ვთქვათ, უკითხავდა ლექციებს მშრალდებულებს და საკმაოდ წარმატებულად ეს ადამიანები გრძნობდნენ თავს ძალიან თავისუფლად, მოგეხსენებათ, რომ ფსიქოლოგია ზოგადად ისეთი დარგია, რომ ანუ ყველაზე მეტად მაშინ იხსნება ადამიანი ფსიქოლოგთან ურთიერთობის დროს და საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა ამ ასე ვთქვათ პროგრამა. ასევე მე როგორც მაქვს ინფორმაცია, კონკრეტული პროექტი მე თქვენი მახსოვს ახორციელებდით, ასევე კომპიუტერებს სხვადასხვა პროგრამებს შეასწავლეთ იქ თუ არ ვწდები, თუ ის სხვა პროექტი იყო? არა, ის სხვა პროექტი იყო, ჩვენ ძირითადი აქცენტი ჰქონდა აღებული ასე ვთქვათ, იმ მოვლენებზე, რაც სახელმწიფოში ხორციელდება, ინფორმაციული თვალსაზრისით რეალობის წინაშე არ დაბრუნდა, რა თქმა უნდა, ინფორმაციული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციული თვალსაზრისით გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია იმისა, თუ რა ხდება რეალურად გარეთ. ანუ ფაქტი ერთია, რომ აქვთ საშუალება გაეცნონ, ასე ვთქვათ, მედია საშუალებებით, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მე ასე მიმაჩნია მედია საშუალებების მოსმენით და მედია საშუალების მხრიდან კონკრეტული დასკვნების და ანალიზის გაკეთება არის ძალიან ძნელი და ამ ადამიანებმაც ისინი სრულფასოვანი საზოგადოების წევრები არიან და უნდა იცოდნენ ყველა იმ მოვლენის შესახებ, რაც ხორციელდება ამ ასე ვთქვათ დახურული სისტემის გარეთ. ნუ ახლა როგორც წესია, სწორად აღნიშნეთ, ეს ღია განცხადებები ძალიან ხშირია, ეს კრიტიკული შეფასებები, გასაგებია კონკრეტული ფაქტები უნდა გაპროტესტდეს, რა თქმა უნდა და გამწყობდეს, მაგრამ მე ესეთი კონკრეტული ინფორმაცია მაქვს საჯარისწყლების სამინისტროდან 2003 წლის 23 ნოემბერს ჩვენ დიდი რაოდენობის წიგნები გადავეცით ბიბლიოთეკების საჯარისწყლების სამინისტროს და სწორედ ამ თანამშრომლობის პერიოდში აი ეს გულდაწყვეტ გამოთქვეს ასე ვთქვათ გულდაწყვეტა გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან თითებზე ჩამოსათვლელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ამ ადამიანების რესოციალიზაციის მხარის დასაჭერად. არა და მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეული მათგანი არის ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი შესაბამისად და მათ დაბრუნება უნდა იყოს უმტკივნეობა საზოგადოებას და შესაბამისად ეს პროექტი მე დარწმუნებული ვარ, საჯარისწყლების სამინისტროს ალბათ თავის დროზე როცა სრულად დასრულდება, მაღალ შეფასებას მისცემს და შესაბამისად ჩვენს მე პირადად ძალიან მოხარული ვარ ასეთი პროექტების განხორციელების ამ სისტემაში. მოდი ახლა გადავიდეთ თქვენს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის კონკრეტულად შეეხება თვითმმართველობას, ეს არის ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015. თუ არ ვწდები თქვენ 65 საქართველოს მოიცავს ფაქტიურად, დიახ, და კონკრეტულად რო გითხრათ, აი პროექტის მთავარი მიზანი რა არის და როგორ ახორციელებთ ამ პროექტს, როგორ განხორციელდება 2015 წლის ბოლომდე. დიახ, ან მოგახსენებთ, აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონკრეტული შეხედულებები. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდები ის ძალა არის, რომელმაც დღევანდელი არსებული რეალობა, რა თქმა უნდა, განვითარების მხრივ მომავალში უნდა შეცვალოს დადებითად. გამომდინარე აქედან ჩვენი ასე ვთქვათ სეგმენტის წარმომადგენლები არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ნაკლები ინფორმაცია აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
ჩვენ 64 მუნიციპალიტეტში ჩამოვაყალიბებთ და უკვე აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს, დაწყებულია და ზოგიერთ ასე ვთქვათ მუნიციპალიტეტში უკვე ჩამოყალიბებულია ახალგაზრდული საკრებულოები, არჩეული არიან ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, არჩეული არის რამოდენიმე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეც და ეს ადამიანები მუშაობენ გარკვეულ პროექტებზე. რომლებიც მიაჩნიათ, რომ თავისთვის, თემისთვის, რეგიონისთვის, კუთხისთვის თუ სოფლისთვის საჭიროა და მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რადგან მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში არის კატასტროფული სიტუაცია და წლების განმავლობაში არ ექცეოდა რეგიონებს ყურადღება და მოხდა საშინელი ასე ვთქვათ მიგრაცია. რასაც დღეს ვიმკით ვხედავთ, რომ სოფლები დაცარიელებულია, 200 კომუნიანი სოფელში დარჩენილია 10, ხშირად საერთოდ დახურულია სოფლები და ანუ ეს რო არ გაგრძელდეს, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები პროექტის მონაწილეები ერთვებიან საგანმანათლებლო კუთხითაც აღნიშნულ პროექტში, რადგან მათ ჩაუტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების, წამყვანი მე მინდა ვთქვა, რომ წამყვანი სპეციალისტების მიერ სხვადასხვა სახის ლექციები, რომელიც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, გაეცნობიან სტრუქტურას, როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა, თვითონ მიიღებენ უშუალოდ მონაწილეები გახდებიან ამ სამუშაოებისთვის. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ასე ვთქვათ გამოხატული და მიზანმიმართული გეგმა იმისა, რომ ამ ადამიანებმა უშუალოდ უნდა მოახდინონ საკრებულოს ყველა უკლებრივ, ყველა თანამშრომელთან, ყველა საკრებულოსთან ღია ურთიერთობა და უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს მართვაში, რადგან მოგეხსენებათ სახელმწიფოს ანუ თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა არის სრულიად ღია. ასე ვთქვათ, ბიუჯეტის განხილვაზე თუ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა არის თავისუფალი და მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არის ძალიან დაბალი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ არც არის. და აქედან გამომდინარე ეს ასე ვთქვათ საჭიროა, რადგან ეს ადამიანები საზოგადოების წევრები არიან და უშუალოდ უნდა იცოდნენ, მიიღონ მონაწილეობა განხილვებში, იმ პროექტებში, რა იგეგმება თავისი რეგიონის, თემის, სოფლის და ქალაქის განსავითარებლად. ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროექტი. ფაქტიურად ესე იგი მოხდება მოსახლეობის ინფორმირებულებაც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ და რომ შეუძლიათ მას ჩაერთონ ამ თითოეული პროექტის განხილვისა და ასე შემდეგ ამ საკრებულოს მუშაობაში. ასევე თუ ეს ახალგაზრდები მაგალითად თუ შეაფასებენ თავიანთ რაიონში მაგალითად კონკრეტული საკრებულოს მიერ გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხს თუ განიხილავენ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ და რამდენად სწორად დააფინანსა ესა თუ ის პროექტი. დიახ. ანუ მოგახსენებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ანუ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ისეთ ადამიანებთან, ანუ მე-11-მე-12 კლასელებთან ურთიერთობა, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და ეს ასე ვთქვათ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს რეალობა და რეალობა ასევე ის, რომ არა მე-11 და მე-12 კლასელი, არამედ რეგიონებში და თუნდაც საქართველოში, საქართველოს მთელი მასშტაბით რო ავიღოთ 70%-ს მაინც არ აქვს წარმოდგენა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ანუ ეს შეიძლება ზეპირად ვამბობ, მაგრამ სწორედ იქიდან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს, რომ მე არაერთი შეხვედრა მქონია ახალგაზრდებთან, ყოველდღიურად ვხვდები უამრავ ადამიანს და ამ ადამიანებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ის კი არა სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის, რომ ერთ-ერთ რაიონში ლექციაზე, როდესაც
ლექტორმა იკითხა, ვინ არის ხელისუფლების წყარო, სტუდენტები იხსნენ და ამბობდნენ, რომ პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი და ასე, ანუ ესეთი რეალობის წინაშე გავართ. ეს არის ანუ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ შეიძლება გაცნობი ხართ ჩემს განცხადებებს, ქვეყანაში არის კატასტროფულად დაბალი როგორც ზოგადი განათლების დონე, ასევე კონკრეტული მიმართულებებით სამოქალაქო განათლების დონე, ანუ არის კატასტროფულად დაბალი. რაც ასე ვთქვათ, თუ არ გამოვასწორეთ, წაგვიყვანს სრულიად მოუსავლეთში მოიწოდან და აქედან გამომდინარე ამ ბავშვებს იმის შემდეგ, რაც კონკრეტულად გაეცნობიან ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას, ამის შემდეგ მათ ანუ ეს ადამიანები იმუშავებენ სრულიად დამოუკიდებლად, ყველანაირ ასე ვთქვათ იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ მიაჩნიათ, რომ არასწორად არის დაგეგმილი, მოხდება მათ მიერ განცხადების გაკეთება, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაცია პასუხისმგებლობას იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ მედია საშუალებებით ამის გაშუქება მოხდეს და ამაში ამ ახალგაზრდებს დავეხმარებით, ეს არ არის პროექტში გაწერილი, რეგიონალური ტელევიზიები. რა თქმა უნდა, და ეს ადამიანები, ანუ სპეციფიკის, ანუ ამას ხაზგასმით აღნიშნავ, თვითმმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის შემდეგ, ანუ როდესაც გაეცნობიან, უშუალოდ მოხდებიან, ანუ მიიღებენ იმ პროცესებში მონაწილეობას, რაც რიგით მოქალაქეებს დღეს კანონით აქვს მინიჭებული ამის უფლება. და ეს ადამიანები იქნებიან სრულფასოვანი საზოგადოების წევრები, რადგან მათ აქვთ კანონით მინიჭებული ეს უფლება და ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებით კიდევ ერთ ძალიან კარგ ნაბიჯს დგავს, რომ ანუ ადამიანებს, რომლებიც ამ შემთხვევაში იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები და ჩვენს პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, თავისი კანონიერი უფლების განხორციელებაში ვეხმარებით და ანუ ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესოა, რადგან ზოგადად არ ხდება ხოლმე ასეთი პროექტების განხორციელება. ნუ აბსოლუტურად გეთახმებით იმაში, რომ დასავლური ღირებულებები სახელმწიფო პირველ რიგში ნიშნავს მაღალ სამოქალაქო კულტურას და სამოქალაქო განათლების მაღალ დონეს საზოგადოებაში, სახელმწიფოში ზოგადად. ნუ სხვანაირად არ იქნება მოქალაქე, რომელმაც არ იცის თუ რა არის მის კომპეტენციაში, რა შეუძლია გააკეთოს. გარდა იმისა, რომ არჩევნებზე მივიდეს და ხმა მისცეს, ამის შემდეგ არის მთელი პროცესი, როდესაც მას ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი ხმა დაიცავს ბოლომდე, ის დაიცვას ბოლომდე, რითვისაც მან ის განაწყვეტილება მიიღო კონკრეტულ ერთ დღეს. ძალიან დაეხმარება ალბათ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან შემდეგ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, ის ფუნდამენტი, რომელზეც სახელმწიფო შენდება და მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთი ახალგაზრდობა გვეყოლება ახლა, ნუ შეიძლება რაღაც მასშტაბურად ვერ ჩაერთო, მაგალითად რომელიმე რეგიონში თუ 20 ახალგაზრდა იქნება ჩართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 20 ახალგაზრდას უწევდა კიდევ 200 ახალგაზრდას გააცნობს და კიდევ უფრო მეტს იმ უფლებებს, რომელიც აღმოაჩენია, რომ თურმე მათ ჰქონიათ. წეღა საჭილახსოვრების სამინისტრო იქ ახსენეთ და ვიდრე არასამთავრობო სექტორის განვითარებაზე გადავიდოდეთ, მინდა გკითხოთ, დღეს თუ ის პრობლემები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს, ყველამ კარგად მოგვეხსენება, რაღაცნაირად დიდი ასე ვთქვათ, ხრამი იყო საჭილახსოვრების სამინისტრო ჩვენი სახელმწიფოსათვის, დღეს თუ ხდებით, თუ აწყდებით, თქვენ ხშირად თუ არა გიწევთ ხოლმე ადვოკატირებაც სხვადასხვა ადამიანების, იგივე ალბათ პატიმრებისაც მათ შორის და თუ აწყდებით გარკვეულ პრობლემებს და ზოგადად რაში გამოიხატება ეს პრობლემები საჭილახსოვრების სამინისტროში დღესდღეობით. ანუ საჭილახსოვრების სამინისტროში ზოგადად შეფასება რომ მოახდინოთ აღნიშნული სექტორის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ასე ვთქვათ დასავლურ ღირებულებებს აღიარებს, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ხორციელდება უამრავი პროექტი, თვითონ სამინისტრო არის ასე ვთქვათ მობილიზებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება გაუმჯობესდეს პატიმრების მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, გარკვეული ხასიათის
პრობლემები არსებობს. ეს პრობლემები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს, არამედ საკმაოდ ისეთი განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, ევროპულ ქვეყნებში არსებობს აღნიშნული პრობლემები, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური სფერო. ამ ადამიანებს, რომლებიც ასე ვთქვათ, საჯელს იღდიან, ასე ვთქვათ, თავისებური მიდგომები უნდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შემთხვევაში მე პირადად კონკრეტულ რაიმე შემთხვევაზე ვერ ვისაუბრებ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში რაღაც კონკრეტული ფაქტები მოხდა, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაცა დარღვევები არსებობს, მაგრამ მე კონკრეტულად ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმის კურსში არ ვარ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა მიდგომები, რომელიც არის სამინისტროს მხრიდან, არის საკმაოდ ჯანსაღი და მიმდინარეობს იქითკენ, რომ ყოველდღიური დაკვირვების შედეგად გაუმჯობესდეს აღნიშნული სეგმენტის მდგომარეობა. რაშიც მესამე სექტორი, ამ შემთხვევაში ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია 2010 წლიდან დაწყებული დღემდე მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ვეხმარებით. და ეს არის მითი, რომ შესაძლებელია ოდესმე რომელიმე ქვეყანაში თუნდაც იდეალური პირობები ჩამოყალიბდეს. იდეალური ზოგადად არ არსებობს, აქედან გამომდინარე, გარკვეული ხარვეზები აღნიშნულ სამინისტროში იქნება. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ახალი, თითქმის წელიწადი გადის საჯარო სრულების მინისტრის მოადგილედ, როდესაც ბატონი კახაშვილი დაინიშნა, მას შემდეგ გარკვეული ძვრები ამ მნიშვნელოვანი ძვრები არის დაწყებული ლიბერალიზაციის თვალსაზრისით სფეროს. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩაკეტილი იყო საჯარო სამინისტრო, ყველა რაღაც ჯორის დონეზე ყველაფერი იცოდა, მაგრამ სინამდვილეში ახლა ბევრად ღია საჯარო სამინისტრო და ნებისმიერ პატიმარს თუ მისი უფლება დაიღება, შეუძლია დარეკოს და მაგალითად ეს ხმოვანდები ახლა ჩვენ როგორც ვიცით და აქვე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის საელჩოს. ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩომ საჯარო სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება დაიწყო. მე მინდა ქალბატონ გვაცასაურს გადავუხადო მადლობა ამ ძალიან მაგარი პროექტისათვის, რომელიც ამერიკის საელჩოში კურირებს ამ სფეროს საჯარო სისტემის ხრივ და ეს არის ძალიან მაგარი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საჯარო სამინისტროს და ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ხრივ, რადგან ფსიქოლოგიური დახმარება და ეს გარკვეული საკითხის შემეცნებით დახმარება იძლევა არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ პირველ რიგში იმ თანამშრომლებს, რომელსაც ამ პატიმრებთან უწევთ მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჩაკეტილ ადამიანთან ზოგადად მუშაობა და ძალიან სპეციფიურია და ალბათ მთელი რიგ უნარჩვევებს მოითხოვს და მოკლედ ძალიან კარგი პროექტი სახორციელებს ამერიკის საელჩო. ბატონო ბექა, მოდი გადავიდეთ არასამთავრობო სექტორის გამოწვევებზე და იმ ტენდენციებზე, რომელიც ზოგადად დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს. დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევები, ასე ვთქვათ, მე მოდით თავიდან დავიწყოთ, რამდენად არსებობს ზოგადად ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების კულტურა რამდენად არსებობს, პირველ რიგში მაგიდან დავიწყოთ. მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული, ასე ვთქვათ, სექტორი არასამთავრობო სექტორში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, მონოპოლიზებული, ასე ვთქვათ, სტრუქტურა, რომელსაც ქვეყანაში რამოდენიმე გიგანტი არასამთავრობო ორგანიზაცია კურირებს და ძირითადი პრობლემა, რაშიც მდგომარეობს, ეს არის უპირველესი პრობლემა, მე მაინც მიმაჩნია განათლება, თუმცა განათლების ეს არის ზოგადი პრობლემა და არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, თუმცა არის უნიშნულოვანი პრობლემა ასევე, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი. ეს პრობლემა საკმაოდ დიდი ხანია დგას საქართველოში. მოგეხსენებათ,
რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ცოცხლობს სხვადასხვა გრანტების საშუალებით და ფინანსებების კონკურსებში იღებენ სხვა პროექტებს და ამის მეშვეობით ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების სიცოცხლის გახანგრძლივება. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ყავს რამოდენიმე გიგანტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არიან წარმოდგენილები და მთელი საქართველოს მასშტაბით მათ აღებული, ასე ვთქვათ, მონოპოლია და ფლობენ, ანუ მონოპოლისტები არიან, არასამთავრობოს მონოპოლისტები შეიძლება დავარქვათ. ეს არის ძალიან საშიში, რადგან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ ყველა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტი არის საკმაოდ მაღალი, აღნიშნულ შემთხვევაში მილიონებზეა საუბარი, ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს აქვთ სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე 10-ჯერ მეტი ხელფასი და ეს სეგმენტი, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესოა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მილიონიანი ბიუჯეტები აქვს და ღებულობენ ყველა პროექტში, ყველა ტენდერში, ყველა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, ხდებიან მონოპოლისტები. რადგან გამოცხადდა მაგალითად სიტყვაზე ალბათ 1000 ლარიანი საგრანტო კონკურსი. მე არ დავასახელებ შეგნებულად, ახლა ყველამ კარგად იცის ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს ძალიან დიდი ბიუჯეტი, მაინც იღებს მონაწილეობას აღნიშნულ საგრანტო კონკურსში, რადგან დაახლოებით 90% მას აქვს იმის შანსი, რომ გაიმართოს, რადგან წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მოდიან ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკმაოდ დღეს ასე ლობის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი, რადგან ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები შემდეგ საკმაოდ წარმატებულად ახორციელებენ სახელმწიფო სამსახურში, ასე ვთქვათ, მოღვაწეობას, საკმაოდ დიდ თანამდებობებზე არიან ეს ადამიანები, რაც თავისთავად ლობირებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ის, ასე ვთქვათ, კომპანიები, რომლებიც აცხადებენ გრანტებს, რა თქმა უნდა, იმათთვის მეტად მონგებიანი არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პრივილეგიების მინიჭება, ვინც არის გიგანტი არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისთანაც მიდის ხშირად მედია და ხშირად მათ ასე ვთქვათ განცხადებებს ქვეყანაში წამყვან პოლიტიკოსებზე დიდი ძალა აქვს, რაც სამწუხაროდ არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის ასე ვთქვათ, ნათელი სახე. ეს თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკოსებში ზოგიერთ ახლა რა თქმა უნდა ჩვენ არ დავკონკრეტებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები მე დავინტერესდი, ანუ როდესაც პოლიტიკურ წრეებში აქვს საკმაოდ დიდი გავლენა, როგორი გავლენა აქვს ანუ მოსახლეობაში, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან სკეპტიკურად არიან ამ არასამთავრობოების მიმართ განწყობილი მოსახლეობა და საკმაოდ ესე იგი მათ ამ განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მე ეს ძალიან ბევრ განვიკითხე, როდესაც მიწევს მოსახლეობაში გასვლა. Ну, რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ალბათ ამ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ ვითარდებიან, ან რიგ შემთხვევაში იჩაგრებიან, პირდაპირ მნიშვნელობით იჩაგრებიან, რადგან თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ ახალგაზრდების ჯგუფმა რომელმაც ენთუზიაზმით გადაწყვიტეს რაღაც გაკეთება, რაღაც დრომდე შეიძლება აკეთებდე ენთუზიაზმით რაღაც საქმეს, თუმცა შემდგომი განვითარებისთვის გარკვეული სახსრები არის საჭირო. რაზეც შემდეგ გიწევს ბრძოლა და ეს ბრძოლა არის არათანაბარ პირობებში, რადგან ის ორგანიზაციები არის საკმაოდ განვითარებულები, გიგანტი ორგანიზაციები არიან და რა თქმა უნდა, როგორც წერან ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, ანიჭებენ ეს კომპანიები და
ორგანიზაციები პრიორიტეტს, ვინც საგრანტო კონკურსს აცხადებს. თუმცა თქვენ ისაუბრეთ რომ თქვით რომ მე მოსახლეობის აზრი ვიცი სკეპტიკურად არიან გაწყობილები ამ ორგანიზაციების მიმართ, მაგრამ საკითხი შეიძლება ასეც დავაყენოთ რომ ეს ამ ორგანიზაციების მიმართ შესაძლებელია სკეპტიკურად იყვნენ გაწყობილები მოსახლეობა. თუმცა ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ ჩვენ გვემსახურებიან, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს და დიდ შემთხვევაში ითვალისწინებენ კიდევ. დიახ, და ანუ აქედან გამომდინარე, ბევრი მე მომისმენია, რომ ბევრი გადაწყვეტილება შეუცვლიათ, ასე ვთქვათ, ამ ეს ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ ცუდია ის, რაც წეღან აღვნიშნეთ ჩვენ. ზოგადად პოლიტიკოსები, როდესაც არასამთავრობო სექტორს უსმენენ, ეს ძალიან კარგია ქვეყანაში და ესეც უნდა იყოს. დავნეთახმებით, მაგრამ ცუდია ის, როდესაც უკვე ფინანსურ მონოპოლიას ეხლა მართლაც როდესაც მილიონები გაქვს ბიუჯეტი და რაღაც 2000 წლიანი რომელი ორგანიზაციისათვის შეიძლება მთელი წელიც კი ასე ვთქვათ 2000 ლარით რაღაცა თუნდაც ორი კომპიუტერით დაიდგას და ისე ენთუზიაზმით რითაც იწყებენ ხოლმე იმ შემთხვევაში ახალგაზრდები არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობას ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ალბათ დაუთმო გზა ასე რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნებისმიერი კომპანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნებისმიერ კონკურსში მიანიჭებს უპირატესობას, თუნდაც მასზე უკეთესი პროექტის ჰქონდეს სხვა წარმოგენილი. დიახ, რა თქმა უნდა. უდავოდ ასე. მოკლედ, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიყვანოთ. ჩვენ დღეს საუბრობდით არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ ბექან დამბლიშვილთან. ჩვენ შევეხეთ ძალიან საინტერესო ამ ორგანიზაციის ზოგადად თანამშრომლობა საჭიროების სამინისტროსთან და ასევე იმ პროექტს, რომელსაც ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015 ჰქვია და ეს ორგანიზაცია ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით და რომელი პროექტის მიზანიც არის ახალგაზრდების განათლება, ესე იგი ამ თვალსაზრისით თუ მათ რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში, როგორ შეიძლება ისინი ჩართული იყვნენ და ამ პროექტის ფარგლებშიც როგორც ბატონმა ბექამ განაცხადა, ისინი ჩაერთვებიან ყველანაირად და ინფორმირებულები იქნებიან ზოგადად რას ნიშნავს თვითმმართველობა და რა როლი აკისრია თვითონ მათგან თვითმმართველობის მუშაობაში თუნდაც. დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო ბექა გადაცემაში სტუმრობისათვის. მე გისურვებთ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ პროექტს დაასრულებთ, აუცილებლად და შედეგებსაც დადებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ტელემაყურებელს და უკვე ჩვენი ეთერიდან კიდევ ერთხელ ამ კონკრეტული პროექტის შესახებ ვისაუბრებთ. წარმატებას გისურვებთ, კარგად გრძელდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. მადლობას მოგიხსენებთ.